კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს ჩვენს მთავრობის ხდომაზე გამოდის, ეს არის ფიზიკურ პირთათვის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამა. მოგეხსენებათ, რომ მთელ რიგ მაღალმთიან რაიონებს ის მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეული დისპროპორცია და უსამართლობა არის გამოსასწორებელი, ამიტომ მთელ რიგ რაიონებში ეს არის საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავის და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე ამ რაიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქნება სპეციალური ჩარჩო, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რაიონებში მაცხოვრებელთათვის, ვინაიდან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და უპირველეს ყოვლისა ამ რეგიონების მაცხოვრებელთათვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.